მოგესალმებით YouTube არხელებო, როგორ ხართ და მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა თემით სიურპრიზი. რა სიურპრიზ მივიღებ სულ მალე სამყაროსგან. ნახოთ რა იქნება ეს სიურპრიზი, რა შემდგომარეობს ეს სიურპრიზი და პირველი არკანი რომელსაც ჩვენ აქ თავდებთ და თქვენ ამას აირჩევთ, ხო? ზუსტად იქნება სიგნიფიკატორი იმ სიურპრიზისა, რომელიც თქვენ სამყარო მოგიმზადათ. პირველი ვარიანტი თქვენი სიურპრიზი, მეორე ვარიანტი თქვენი სიურპრიზი, მესამე ვარიანტი თქვენი სიურპრიზი. სამი სიურპრიზია თქვენ წინაშე. პირველი ვარიანტი გვექნება ციტრინი, მეორე ვარიანტი სერტოლიკი, თიწუთით და მესამე ვარიანტი იქნება ლაბრადორიტი. მაშა სადამე ახლა კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს, დახუჭეთ თვალები და იკითხეთ, რა სიურპრიზი მოვა ჩემთან სამყაროსგან სულ მალე. რა სიურპრიზი მოვა? რა არის ეს სიურპრიზი? როდესაც თვალებს გახელთ თქვენი მინერალი, მოდით იცით რას ვიზამ, აი ასე ავწევრო, უფრო კარგად დაინახოთ, ხო? აი ასე. ხო ვფიქრობ, უფრო კარგად დაინახავთ. და გავიგოთ, რა არის ის, რაც მალე სიურპრიზად შემოვა თქვენ სამყაროში. კეთილი. ვარიანტი პირველი, ვნახოთ თქვენი სიურპრიზი. მე-13 არკანი სიკვდილი, არკანი ტრანსფორმაცია და მაჩვენებს, რომ სულ მალე თქვენი სიურპრიზი ის იქნება, რომ გაივლით ამ ტრანსფორმაციას, დამთავრდება ის რთული ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, ის რთული პერიოდი, რაც ითხოვდა უკვე ნამდვილად თქვენი რეალობიდან წასვლას. და რას ეხება ეს მე-13 არკანი, რა იქნება სიურპრიზი? აი ნახეთ, ყველანაირი ეჭვები კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით. კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით და მე ასე ვიტყოდი, კონკრეტული ეჭვი წავა, გაორება წავა, ხო, თქვენგან, რაც თქვენგან ძალიან ბევრ ემოციას, ძალიან ბევრ ენერგიას იღებდა. და აჩვენებს, რომ ეს სიტუაცია, რაშიც აი გაუგებრობაში იყავით, არ იცოდით, გადაგეწყვიტათ წასვლა, დარჩენა, კი არას მდგომარეობა, ხო? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აი ამაზე ფიქრს ძალიან ბევრი ენერგია მიქონდა და ამაზე დარც, რომ აჩვენებს, აი ძალიან ბევრი და ფიქრი, როგორც იქნა დასრულდება ეს ყველაფერი, დასრულდება იმიტომ, რომ დრო მოვიდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დისკომფორტს გიქმნიდათ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გაჩერებდათ, ეს ყველაფერი ენერგიას გართმევდათ და ეს ყველაფერი აჩერებდა ყველა იმ სასიკეთო პროცესებს, რომელიც თქვენ სამყაროში, თქვენს პირად სამყაროში უნდა შემოვიდეს და მოდის ასეთ დროს მე-13 არკანი. მე-13 არკანი ამბობს, უნდა წავიდეს ყველაფერი, რაც უკვე აღარ არის ცოცხალი, ხო, რომ აღარ მისცეთ ენერგია მკვდარ სუბსტანციას, მკვდარ რეალობას, მკვდარ მეტაფორულად ამ შემთხვევაში გრძნობებს ადამიანს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ მაჩვენებს, რომ რადგან ეს ამოვიდა როგორც სიურპრიზი, როგორც სასიხარულო სიურპრიზი, ხო? ერთის მხრივ მეორე შეიძლება სადღაც შოკის მომგვრელი იყოს, სადღაც გაუგებარი იყოს, მაგრამ რადგან ეს ამოვიდა როგორც სიურპრიზი, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ დაიმსახურეთ გათავისუფლება ამ ყველაფრიდან, ამიტომ ძალიან მაგარი არკანი ამ შემთხვევაში, როგორც სიურპრიზი მე-13 არკანი, გისურვებთ წარმატებას. მე პირადად მე-13 და მე-16 არკანის ძალიან დიდი მოყვარული ვარ, იმიტომ რომ ვიცი, რომ იხურება კონკრეტული საფეხური პირადად ჩემს გამოცდილებაში, ჩემს ცხოვრებაში და ვიცი, რომ რაღაცა ახალი შემოდის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიდის ის, რაც უკვე აღარ არის ცოცხალი. ეს როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მეორე ვარიანტი, თქვენთვის რა სიურპრიზი აქვს სამყაროს, სულ მალე რა სიურპრიზი მოვა თქვენთან? პენტაკლების დედოფალი. სულ მალე სიურპრიზი მოვა, რომ პირველ რიგში აქ ამოვიდა ქალი,
პენტაკლების დედოფალი, ესეთი გრძნეული ჯადოქარი ქალი მოვიდა და ეს არის ქალი, რომელსაც შეუძლია მატერიალიზაცია ნებისმიერი იმ ენერგიისა, რომელიც მას უნდა და ეს ამ შემთხვევაში ფინანსებს ეხება. პენტაკლების დედოფალი სიურპრიზად ეს არის ის, როდესაც მაგრამ ეს თქვენ ხართ, ეს არ არის ვიღაც სხვა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენ იგრძნობთ თავს თვითკმარ, ძლიერ, სტაბილურ, აი როგორ იცით, მე ვარ და ჩემი ნაბადი, აი ესეთი ენერგიები მოდის, ხო? ქალი, რომელმაც იცის იცის ფინანსების ფასი, იცის სტაბილურობის ყაიდა, როგორც იტყვიან, და იცის ვინ არის, იცის საკუთარი ძალა, იცის რა უნდა სამყაროსგან და ღებულობს ამას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დიახ, მეორე ვარიანტი აღარ ვიტყვი და ძალიან მაგარი არკანი ამოვიდა, იმიტომ რომ პირდაპირ ჩვენს იმას ეს არის ქალი, რომელიც ფლობს ინფორმაციას, რომელიც იცის როგორ გაუკეთოს მატერიალიზაცია ყველა იმ რეალობას, რომელიც უნდა რომ ის ცხოვრებაში შემოვიდეს და შესაბამისად იღებს კიდევაც შედეგს. პენტაკლების დედოფალი აღიარებული, ბარაქიანი, სტაბილური, ესე იგი თვითკმარი მცოდნე ქალი, რომელიც ამ სტატუსს ატარებს და ეს ადამიანი ხართ თქვენ. ასე რომ სულ მალე თქვენ საკუთარ თავს იგრძნობთ აი ამ სტატუსში და სიურპრიზი ზუსტად ეს იქნება ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტი და მოდით მესამე ვარიანტი ვნახოთ თქვენი სიურპრიზი რაში მდგომარეობს. ეს არის უკვე პრინცი, ამ შემთხვევაში პრინცი დისკების, ანუ პრინცი პენტაკლების. ამ შემთხვევაში ეს არის პაჟი პენტაკლების, ხო? რა გითხრათ, იგივე შემიძლია გავიმეორო პრინციპში, რაც ვუთხარი მეორე ვარიანტს, მაგრამ აქ არის უფრო კიდევ ცოტა განსხვავება, იმიტომ რომ მეორე ვარიანტი თითქოს შედეგს ახლა იღებს იმ თავისი, ვთქვათ, გამოცდილებიდან და იმ თავისი გატარებული პროექტებიდან, შრომიდან, მიღებული სამყაროსეული საჩუქრებიდან, მაგრამ თქვენ პირიქით, თქვენ როგორ ხართ იცით, სულ მალე ის იქნება, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია გაჩნდეს ახალი ფინანსური წყარო თქვენს რეალობაში. გაჩნდეს ახალი იდეა, რომელსაც ნელ-ნელა ფეხდაფეხ მიყვებით, ხო? სიურპრიზი, რომელიც შესაძლებელია, შეიძლება იყოს ასევე საჩუქარი კონკრეტული ადამიანისგან, რომელიც ძალიან გაგახარებთ, მაგრამ მოდით ახლა მე და თქვენ კიდევ ერთი არკანით ვნახოთ. კონკრეტულად პრინცი დისკების რას გულისხმობს თქვენ შემთხვევაში რა საჩუქარი მოდის. რა საჩუქარი მოდის, ვნახოთ და არკანი სამყარო. კი, მოკლედ, აი რაღაცა იდეას მაჩვენებს. ეს იდეა მოვა. ეს იდეა აუცილებლად მოვა, ქურუმი ქალი, რა თქმა უნდა. ეს არის იდეა, რომელიც მოვა. ეს არის იდეა, რომელიც დამუშავდება თქვენს ლამაზ თავში და ეს არის არკანი სამყარო, რაც აჩვენებს იმას, რომ ეს იდეა, ეს ენერგია, ხო, პრინცი დისკების, რომელიც ახლა მე აქ დავინახე, როგორც რაღაც ახალი ენერგია, ახალი სუნთქვა, არკანის სამყაროში გადადის ეგრევე. ეს არის ცხოვრების ხარისხი, ახალი ეტაპი. გამიგეთ ხომ ერთ წუთით ჩემს ოთხფეხა მეგობრებს გავძახებ. ახ ვაგრძელებ მეგობრებო. სად გავჩერდი, უბრალოდ არ მახსოვს. ხო, ანუ იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი იდეა ან საქმის, ვთქვათ, ახლებურად გადაფასება ხდება, მაგრამ ყველაფერი მიდის იქამდე, რომ თქვენ გადახვალთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, ჩაიხურება ძველი, გადახვალთ ახალ ეტაპზე. და სხვათა შორის ქურუმი ქალი ასევე ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაიაზრებთ იმას, რომ ძალიან გაიზარდეთ. ძალიან კარგად გრძნობთ ინტუიციურად ადამიანებს, ძალიან კარგად გრძნობთ ინტუიციურად, სად არის წარმატება, სად არის წარუმატებლობა, სად არიან ადამიანები, რომლის ნდობა შეიძლება და არ შეიძლება, ხო? ანუ იცით რისი თქმა მინდა, მე ვუყურებ აქ ადამიანს, რომელმაც ისწავლა სამყაროს ენის წაკითხვა, კარგად უმუშავებს ინტუიცია და ეს ინტუიცია კიდევ უფრო მეტად კარგად აუმუშავდება, იმიტომ რომ
უკვე დაიწყეთ ამ ნიშნების მოსმენა და ეს ნიშნები ნამდვილად არ ცდებიან, არც თქვენი ინტუიცია არ ცდება, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ეს არის ახალი ეტაპი, ფინანსური ახალი ეტაპი, რომელიც აუცილებლად შემოვა თქვენს რეალობაში და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ჯერ ჩახურავს ძველ კარებს და გახსნის რაღაცა ახალს, ძალიან კარგს, ძალიან წარმატებულს და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, აი success იქნება, წარმატებული იქნება ეს ჩახურვა ციკლის და ახალ ციკლში გადასვლა. მე კი გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ბევრ სიურპრიზებს ამყარდეთ, ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.